ერი რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. აბორტი გააზრებული უნდა იყოს როგორც დიდი ცოდვა. და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ემბრიონი ჩასახული ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკლა ეს არ შეიძლება. და საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია. გამორიცხულია. აბორტი არის უმძიმესი ცოდვა. ეს არის ადამიანის კვლელობა დედის მუცელში და აი ესეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი ქვეყანა არღებულობს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვით განადგურების რეჟიმში იმყოფება. და მას კარგი არაფერი არ უწერია. ჩვენ ამითი ღმერთს ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე და ჩდება ეს კითხვები. ვართ კი ზონის უნარიანი და არის თუ არა ჩვენში ეს ზოლის უნარიანობა, სიცოცხლის სურვილი. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის და უკვე მოაქვს თავისი უარყოფითი შედეგები. აი როგორც არსებობს ფიზიკის კანონები, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებას და სიკვდილსაც, ასევე სულიერი კანონებიც არსებობს და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებას და სულიერ განადგურებას და სულიერ სიკვდილს. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან შემცირდა 3 მილიონ 700-მდე. და აი ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკას. ბოლო 10 წლის განმავლობაში რიცხვი ასეთია, საშუალოდ გამოყვანილი ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების არის 22,000 დაახლოებით. ამას ჩვენ თუ მიუმატებთ ეგრეთ წოდებულ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ ორმაგდება რიცხვი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს 3 მაგი და 4 მაგიც არის. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ თუ წელიწადში დაახლოებით 40-დან 50,000-მდე აბორტი ასეთი კეთდება, რაც რიცხვს ვღებულობთ ჩვენ 10 წლის და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება წელიწადში ყოველ წელს მიმდინარეობს 50,000 დაახლოებით. წელიწადში 50-55,000 ადამიანით კლებულობს ჩვენი ქვეყანა რიცხობრივად. აი ამაზე ყველაფერზე გვაქვს ჩვენ დასაფიქრებელი. ალბათ დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ აი ამ ცნობიერების ამაღლებაზე. ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. აი მაგალითად არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს. რა ზიანი მოაქვს აბორტს, ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ყოველ მხრივ, აღარ ვამბობ დემოგრაფიაზე და რა თქმა უნდა, ამაზეცაა საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს. ეს ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს. ეს აუცილებელია.